სალამი მეგობრებო, როგორც იქნა მზიანი ჯიგარი ამინდი გვეღირსა თბილისში და რა თქმა უნდა მეც არ დავაყოვნე თავისუფალად რომ მქონდა და მეთქი დავეგავგაზავ საფრენათქო ბიჭებიც გზაში არიან ახლა მოვლენ და შემომიერთებიან, მაგრამ სანამ ბიჭები შემომიერთებიან, მანამდე მინდა რომ რაღაცა სასარგებლო გავაკეთო თქვენთვის. ხო და თქვენც გააკეთეთ სასარგებლო ჩემთვის და ლაიქი და subscribe ღილაკს მივაჭიროთ და ზარის ღილაკსაც დავაჭიროთ. ხანდახან შეიძლება უცებ ესე ექსპრომტად რაღაცა ისეთი გადამხდეს თავს რომ უცებ ავტვირთო და მე დავგვიანოთ ხოლმე ნახვა. ამიტომ ჯობია რომ გამოწერილი ქონდეთ არხი და თუ გააზიარებთ თავში მაგარი იქნება, იმიტომ რომ უფრო მეტი ტიპი ნახავს და უფრო მეტი სტიმული მექნება მე ამ რაღაცების გაკეთებისთვის. ხო, ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს. მოგეხსენებათ პროპილერებზე არის ხოლმე ხშირად კითხვები, ნუ ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, მაგრამ უმეტესად დამწყები ადამიანებისთვის არის ხოლმე საინტერესო აი ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ პროპილერი როგორც ასეთი ვიღაცას უყენია რაღაც მაღალი პიჩით, ვიღაცას დაბალი პიჩით, ვიღაცას საერთოდ პიჩი რას ნიშნავს, რატოა ეს მაღალი პიჩი, დაბალი პიჩი, რისთვის არის კაი, რისთვის არის ცუდი, არიციან. ესე რანდომად ყიდულობენ ხოლმე პროპილერებს. არა, მე მაგას მივესალმებ სხვა შორის, რომ ერთი პროპილერის მოსინჯა, ისიც მოსინჯა, ისიც მოსინჯა, რომელიც უფრო შენთან ახლოს იქნება, ის გამოიყენო. რაც შეეხება ახლა ჩემი გადმოსახედიდან პროპილერებს. ნუ რა თქმა უნდა HQ პროპი, სხვა პროპი არ განიხილება ჩემთან. არა მარტო იმიტომ რომ ჩემი სპონსორია HQ, არამედ იმიტომ რომ HQ მართლა მაგარია და სიმართლე რომ გითხრათ, იყო პერიოდი მე სხვა პროპილერებსაც ხმარობდი ხოლმე, მაგრამ გულით და სულით მინდოდა რომ HQ ყოფილიყო ჩემი სპონსორი და მაგრად გამიმართლა მაგამ ბავში რომ მომწერეს და შემომთავაზეს ესეთი რაღაცა. ხო, ნუ მოკლედ ეგ თემა არ არის საინტერესო. რაც შეეხება ახლა პროპილერებს, რებსაც მე თვითონ პირადად ვიყენებ და რა პროპილერებს გავუწევდი რეკომენდაციას და რატო არის კაი და რატო არის ცუდი. სამომავლოდ თქვენს, როდესაც უკვე გადაწყვიტავთ რომელიმე კონკრეტულ პროპილერზე შეჯერდეთ, სწორი დასკვნით და გამოტანების გექნებათ აღქმის უნარი, იმიტომ რომ აი ესე უბრალოდ მე ვიცი ტიპი, რომელსაც ევასება ფრისტაილი და რეისინგ პროპილერები უყენია რა. ხო და ეგრე არ არის. ანუ ეგრე იმ კაიფს და იმ სიამოვნებას ვერ მიიღებ. ანუ სწორად უნდა გქონდეს შერჩეული პროპილერი. მოდი დავიწყოთ ახლა და გზადაგზა რა ნიუანსებით შემხვდება, რაც უცებ თავში მომივა, ყველაფერს შევეძლებდი რომ აგიხსნათ და თუ რამე გამომჩება, ან თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, არ დაგეზაროთ კომენტარებში დაწერეთ და შევეძლებდი რომ აბსოლუტურად ყველას გაგცეთ პასუხი. თუ რაღაცა ისეთი კითხვა დასვავთ, რაზეც მაგალითად ესე კომენტარშივე პასუხის გაცემა იქნება შეუძლებელი, მომდევნო ვიდეოში აუცილებლად მაგას ჩაგიშლით და აგიხსნით ბოლომდე დეტალურად, იმიტომ რომ არაფერი არ მიზარება. ჩემთვის არის მთავარი ის, რომ ბევრი პილოტი იყოთ საქართველოში, ბევრი ადამიანი დაფრინავდეს. მე მინდა რომ დიდი კომუნიტი ვიყოთ რა. ნელ-ნელა კი FPV Drone Georgia's Facebook გვერდიც მაგრად იზრდება და ძალიან მახარებს ეგ ამბავი, მაგრამ მეტი ტიპი, კიდე მეტი, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მაგარი იქნება, მით უფრო სტაბილური იქნება ბაზა. მით უფრო თუნდაც რაღაცა რო იყოს, აი უცებ რაღაცა პროპილერი გაგიფუშტება და არა გაქვს, მე მომწერ კი, მე მაქვს და მე მოგცემ და ანუ ერთმანეთს ასე შევავსებთ და დავეხმარებით. მოდი დავიწყოთ ახლა პროპილერებზე საუბარი და გზადაგზა შევეცდები აგიხსნად რა პროპილერი რისთვის და რატომ არის კარგი და რატომ რისთვის არ გამოდგება მაგალითად რა. მაგალითად ახლა გვიყენია ჩვენ PS3-ები ეს სტილის ედიშენები არის. ეს პროპილერები არის დაბალი პიჩით, ანუ შესაბამისად უფრო ნაკლები დაბერვა აქვს ქვემოთ. დავიწყოთ ფრენა და თან ფრენაშივე უფრო მეტად დეტალურად გეტყვით. ამ პროპილერების პლუსი არის ის, რომ ვისაც მაგალითად დაბლა ფრენა ევასება და ანუ თროთლის მეტად მოძრაობა მაგათთვის არის კაი ვარიანტი. გადაღებისთვის იდეალური ვარიანტია. ანუ აი დაბალი სიმაღლეზე საფრენად, აი თროთლს არეგულირებს, აკაიფოთ. რანაირი პრობლემა არ აქვს. ნუ ახლა მე გაზაობაშიც კი მშვენივრად ხმარობ ამას. მაგრამ ისეთი დიდი ძალა არა აქვს, როგორც მაგალითად J27-ს აქვს რა. შეეულია, მაგრამ ისე ძლიერად ვერა რა.
შევეცდები ხა? იგენაირად ვაფრინო ის მე სხვა J33-ები, მაგალითად J33-ები მე მომწონს, იმიტომ რომ ზუსტად იგივეა რაც ეს, ფაქტიურად სხვაობა ძალიან მცირედია ამ ორ პროფილებს შორის რა. იმიტომ რომ ეს არის 5.1 ინჩი, ის 4.9 არის რა. მაგრამ რახან 4.9 არის, მაგის ხარჯზე აქვს ეჩი მეტი ოდნავ რა. ანუ 3 და 3 აქვს იმას. ამას 3 აქვს. საძრომია და თქვენგან ის ბევრად უკეთესია. ოდნავ გიპატარავებს დრონს. რა სულ ოდნავ, მაგრამ ოდნავად შეიძლება რაღაც განამწყვეტიც იყოს რაღაც კონკრეტულ საკითხებში. კონკრეტულ ადგილებში რა. ამაზე ვორნინგი არ მაქვს გაკეთებული და ელემენტზე არ მეუბნება. როდის ჩქება. უნდა აკონტროლოს იმეუყურო რა. ამ დრონზე. და დამოიწვა სახშენებო გავაკეთებ. Hop. Hop. რა მოხდა? თავზე გეკეთა? ნახა, დავაკვირდეთ შემდეგ პროპებს, რომელსაც ქვია J33. აი ამებს. მოკლედ, თქვენთვის ეხავე და ჩემთვის დღე მეორეა, იმიტომ რომ უცებ იმ მომენტში ვეღარ ჩავწერე, რომ აღმოჩნდა, რომ ჩიპზე ადგილი არ იყო და რაღაცები რა თქონდა ვინ შენახული ამ მაგეებს ვერ წავშლიდი. ვაგრძელებ ახლა მაგის გადაღებას და ეხა უკვე შემიძლია გაჩვენოთ J33-ები, HQ-ს ახალი მოდელები რომელიც არის. ზუსტად იგივე დრონზე, არანაირი ტუნინგი და არაფერი არ ტრეითები არ იცვლება, ზუსტად იგივე დრონზე როგორ მოიქცევა და როგორ იფრენს რა. ჩემი წინანდელი გამოსვლებით, ანუ ახლა პირველად ავშვები ამით ფრენას რა. თითქმის ერთი და იგივეა, თითქმის, აი ძალიან მცირედია სხვაობა რა. შევხედოთ და რა როგორ იქნება. შევაფასოთ, ვის როგორიც მოგვეწონება, მაგრამ იმისეთივე პროპით გავაგზავნოთ ფრენას. მე მაგალითად ესენი ძალიან მომწონს, J37-ები ძალიან მომწონს, სხვადასხვა დანიშნულებებისთვის, რა თქმა უნდა. ოკეი. კამერა დავამაგროთ. ესეც ჩავთოთ. ჩაერთე ბიჭო. ჩაერთო. Let's go. აი მოდი მე ცოტა აქეთ ხარეს დავდგები რომ ის იყოს.
ნაგავთან არ მინდა რომ არში ყველგან ნაგავ იყრია რა. ეხავს იმინაჩი. ეს მე ვდგავარ აქა. მანქანიდან მოშორები დავდექი, იმიტომ რომ ბიჭები ხან საუბრობენ რაღაცა. ხელი ვერ შეუშალო. ნუ ეს პრობლემა მე მაინც ძალიან მიყვარს. რაცა უნდა რაცა უნდა ვთქვათ. ხო, აქ მარჯვნიდან არ უნდა მომეხია, მარცხნიდან უნდა მომეხია. რომელიღაცა ვიდეოზე დამიწერა, ვიღაცამ ესა მხოლოდ მშვენიო, რა ქვია, მარცხნი უხვეო, ხო? ანუ აი ესე დაფრინაო მხოლოდ რა. მოდა. ეხა მოდი პირიქით წავალ აქედან. პირიქით ვიქრენ. შევესწრები სულ მარჯვენა მხარე ვიხმარო. როგორ დაკვირვებულია ხალხი ხედავ, ანუ არ გაძლევენ საშუალებას შენ გემოზე რაც გინდა ისაკეთო. აქეთ არ შეიძლება შეხვევა. yes. ესა J33-ები მეგობრებო, რომელი პროპიც მე პირადად ძალიან მომწონს, ანუ ამას თავისი ისე აქვს რა, აი შენ თუ უფრო მეტად სმუზი გინდა რო იყო, იმისთვის ძალიან კაი ვარიანტი არის რა. hop აპ მარჯვიდან არ უნდა შემეხვია. აი ესე უნდა მოუტრეალო, აი. ამდენი ნაგავიყრია ეს სირცხველია. ერთი სიტყვით ამ ორ პროპელერს შორის ცირედი სხვაობაა. არა, მე რატომღაც მგონია, რომ J33-ები უფრო მეტად სმუზია რა. ნუ ეს შეიძლება მე მეჩვენება. ამის მერე უკვე 37-ები გავსინჯოთ. რა განსხვავება იქნება? ამავე ლოკაციაზე რა. გადაწონილება ამას არ დასჭირდება, იმიტომ რომ თითქმის იგივე პიჩია რა. აი მე ტრიოკი გავაკეთე, ტრიოკი, უი კამერაზე დაცემულა. ეგრევე პროპტაე ის არაფია. გამძლეობის ტესტი იყო პროპელერებისთვის, მაო იდეალურად გაუწევ. ანუ HQ რომ გელია ეხა მაგაზე. ეხა ჩვენ დავაყენოთ J37-ები. და ვნახოთ ამას რა შეუძლია. რა შეუძლია ცოტა ხოშინად თქვამია. როგორ იქცევა ჰაერში J37-ები, ახლა ეგ ვნახოთ. ცივა ბიჭო, მაგრაცივა ხელები წამეყინა. რამდენი გრადუსია? ისა 1-ია შეგრძნებაო, წერან ტელეფონში ვნახე. ეგ თბილისში და აქ ეხა ზღვაზე ბევრად უფრო სავარაუდოდ 0-ია. ხო, სავარაუდოდ 0. ჩემი აღარ არის. მე ხელებს ფეხები თბილად ამაკ. მაგაც თბილი ფეხსაც მე ლიმაცვია, კი. იმაში მაქვს მე პრობლემა. ხელები მეყინება. ყველაზე მეტად რა მეჯავრება პროპილერების დაცვა სიცივეში რა. გაყინულ ძრავებზე ხელის მოკიდება.
დამიკადრია ეს ლინზა უკვე. წავედით საფრენად J37-ით. მე აქეთ დავდგები. J37 მაინც საუკეთესო ვარიანტია ხამ შემთხვევაში უფრო მეტი კაია ანუ ისიც არის რა კაის მუსიკა აქვს რა ხმაც კარგად უჭირავს ტრიუკი თუ არ დასვა ისე ვეღარ ისე ყოველ გააფუჭებს დრონს დასვისას არა ბალანს ყოველ შეჭენის რავი აფერი მოზის რა უნდა მოუვიდეს აგრეთ ეს ჩვენ J37 და დასკვნები თქვენთვის მომინდია მეგობრებო წარმატებები მადლობა რომ იყურეთ და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი და უკრაშო ფრენებს გისურვებთ ხო ყველაზე თავი ეგარ კარგად